Hey, გამარჯობა. მიხარია რომ ამ ვიდეოზე გადმოხვედი, იმიტომ რომ შენ თუ ფილმები და სერიალები ძალიან გიყვარს, მაშინ ამ ვიდეოში უმარტივესად გასწავლი Breaking Bad-ის მონაკვეთით ძალიან მაგარ სიტყვებსა და ფრაზებს. მოკლედ, ძალიან მაგარი მონაკვეთი მოგიმზადეთ, დავიწყეთ განხილვა. მოკლედ, პირველი სიტყვა, რომელსაც ვოლტერი დეკლანს ეუბნება, ეს არის crew. My partner tells me that your crew switched to a P2P cook. Crew ნიშნავს ეკიპაჟს. ამ შემთხვევაში გუნდს გულისხმობს, ანუ crew შეიძლება იყოს რაღაცის გუნდი, ეკიპაჟი და ასე შემდეგ. Your crew switched to a P2P cook because of our success. აქ ძალიან საინტერესო ფრაზა არის ესეთი P2P. გაშლილად ეს ნიშნავს peer to peer, ანუ პირდაპირი. P2P payment გამოვა პირდაპირი გადასახადი მაგალითად შუამავლებისა და ბანკების გარეშე. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ P2P payment, რაც ქართულად გადაითარგმნება როგორც პირდაპირი გადასახადი. You dye your meth with food coloring to make it look like mine. აქ არის ძალიან საინტერესო ფრაზა dye your meth. Dye, რომელსაც ვოლტერი იყენებს, ეს ნიშნავს შეღებვას. ანუ ჩვენ ვცდეთ სიტყვა paint, რომელიც არის შეღებვა, ასევე dye არის შეღებვა, გადაღებვა და ასე შემდეგ, ხოლო meth არის ერთ-ერთი ფსიქოტროპული ნივთიერების შემოკლებული ფორმა და ქართულად ამას ეწოდება მეტაფთამინი, თამინი, უფრო სწორედ არ ვიცი ზუსტად როგორ ითქმის, to dye your meth. ანუ იმისათვის რომ შენ ჩვენს ნივთიერებად გაასაღო ეს ყველაფერი, შენ ამ ნივთიერებებს ღება, ანუ you dye your meth. შესაბამისად, meth არის ფსიქოტროპული ნივთიერება, dye your meth, ანუ ღება ამ ნივთიერებას. You already ape my product at every turn. აქ არის ძალიან მაგარი წინადადება. You already ate my product at every turn. At every turn ნიშნავს ყოველ ჯერზე, რაც კი შეგეძლო მაქსიმალურად. ანუ ვოლტერს სერიოზული პრობლემები შეექმნა სწორედ იმის გამო, რომ დეკლანი თავის პროდუქციას ვოლტერის პროდუქციად ასაღებდა. ყოველ ჯერზე, მაქსიმალურად. But now you have the opportunity to sell it yourself. და ასევე opportunity ნიშნავს შესაძლებლობას, საშუალებას. You have the opportunity to sell it yourself. შენ გაქვს საშუალება, რომ გაყიდო ეს შენით. სწორედ იმის გამო, რომ დეკლანი თავის პროდუქციას ასაღებდა, როგორც ვოლტერის პროდუქცია. იმიტომ რომ მისი პროდუქცია ბევრად ხარისხიანი იყო. I need you to listen to me. We're not going to give up this deal. ამ მონაკვეთში give up this deal, give up ნიშნავს თავის დანებებას, deal არის გარიგება, რაღაცა საქმე, შეთანხმება. Give up this deal, ანუ რომ ჩავშალო ეს შეთანხმება, რომ გავწყვიტო ეს შეთანხმება. I'm going to give up this deal to be your errand boys. Do you understand me? ძალიან საინტერესო სიტყვა არის errand, to be your errand boy. Errand სიტყვა ნიშნავს ვიღაცის დავალების შესრულების მიზნით სადმე გაგზავნას. Errand boy გამოვა ადამიანი, ქვეშევრდომი, რომელსაც შენ რაღაც დავალებაზე ფიზიკურად უშვებ. ნუ ამ შემთხვევაში დეკლანი გულისხმობს to be your errand boy გამოვა შენი ლაქია, შენი ქვეშევრდომი და ასე შემდეგ. We're not going to give up this deal to be your errand boys. ჩვენ არ ვაპირებთ ამ გარიგების ჩაშლას, რომ ვიყოთ შენი ლაქიები ან შენი ქვეშევრდომები, ანუ შენ გემორჩილებოდეთ. Errand არის ძალიან საინტერესო სიტყვა, რომელიც ნიშნავს ვიღაცის დავალებაზე გაგზავნას ფიზიკურად უშუალოდ. Watch a bunch of junkies get a better high. აქ დეკლანი ამბობს ძალიან საინტერესო ფრაზას to watch a bunch of junkies to get a better high. ამ შემთხვევაში bunch of junkies, bunch ნიშნავს ძალიან ბევრს, სიმრავლეს, ხოლო junkies უწოდებენ ჟარგონულად ადამიანს, რომელიც ნარკოდამოკიდებულია და ნარკომანია. Bunch of junkies, ანუ შენი ამდენი ნარკომანი, ძალიან ბევრი ნარკომანი და ნარკოტიკზე დამოკიდებული. ხოლო to get a better high, ჩვენ წინა ვიდეოში ვისწავლეთ, high ნიშნავს იყო კაიფში. To get a better high, ანუ მიიღო უკეთესი კაიფი, ან წამალი იყოს უფრო ხარისხიანი და უფრო შედეგიანი და პროდუქტიული ზემოქმედება გქონდეს. To watch a bunch of junkies to get a better high. რო უყურო შენ სამდენ ნარკომანს, იმისათვის რომ მიიღო უკეთესი კაიფი წამლისგან. Higher purity means a greater yield. აქ ვოლტერი ამბობს ძალიან მაგარ ფრაზას, higher purity means the greater yield. აქ ახლა pure ნიშნავს სუფთას, ხარისხიანს, წმინდასაც შეიძლება ნიშნავდეს. Purity ნიშნავს უფრო სისუფთავე, ხარისხი, პროდუქციის ხარისხი იგულისხმება. Yield არის ნაყოფი, რომელსაც მიიღებ, ანუ დოულათი მოგება, რომელსაც შენ ხედავ რაღაც საქმიანობისგან. Higher purity means a greater yield. ნიშნავს ვოლტერი, ანუ რას ამბობს, რომ უფრო მაღალი ხარისხი ნიშნავს მეტ მოგებას. დავიმახსოვრეთ ეს სიტყვები. Purity
და yield. Purity გამომდინარეობს სიტყვა pure, რაც ნიშნავს ხარისხიანს. Yield არის როგორც მოგება და ასევე to yield, რომ მიიღო მოგებაში და მოგება ნახო. That isn't being pissed away by some substandard cook. და მონაკვეთში ბოლო წინადება that isn't being pissed away by a substandard cook. Piss away ნიშნავს გაფლანგვას, იგივე waste, შეგვიძლია სინონიმად ვთქვათ. Piss away, ხოლო substandard, sub ნიშნავს იგივე soups, რასაც ჩვენ ქართულად ვიყენებთ, ანუ substandard სტანდარტულზე დაბალი, ანუ უხარისხო, არაკვალიფიციური. Substandard cook არის ადამიანი ზოგადად ზარეულს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც წამალს ამზადებს ამ ქიმიურ ნივთიერებას. Substandard cook ადამიანი, ანუ ამ წამლის დამამზადებელი, რომელიც არ არის კომპეტენტური, არ არის ხარისხიანი და სტანდარტულზე, რაც მას მოეთხოვება, იმ მინიმუმზე კიდევ უფრო დაბალია. Piss away გამოვა, გაფლანგვა, დაკარგვა, გადაგდება. Pissed away by a substandard cook. ძალიან მაგარი ფრაზებია. ახლა დადგა ინტერაქციული ნაწილის დრო. მე დაგისვამ ფრაზებს, რომლებიც უკვე პირველი მონაკვეთიდან გავიარეთ და შენ უნდა გაიხსენო და მიპასუხო. როგორ იტყვი ადამიანს, რომელსაც რაღაცა დავალებაზე პირდაპირ ფიზიკურად უშვებთ? სწორი პასუხია errand და კონტექსტიდან იყო errand boy. ადამიანი, რომელსაც რაღაც დავალებაზე უშვებთ. I gotta run a quick errand first. ახლა გავიხსენოთ როგორ იყო კაიფი. წამლისგან ზემოქმედება. ყურადღებით დაფიქრდი. ეს არის high. To be high კაიფში, to get a better high, მიიღო უკეთესი კაიფი. Let's get high. და როგორ იტყვი ამ მონაკვეთიდან მოგებას, დოულათს. სწორია yield, რაც ნიშნავს მოგებას. That is an excellent yield. არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს ჩვენი სუპერ კურსები, რომლებსაც ჩვენი ინგლისურის მასწავლებლები ონლაინ ჩაგიტარებენ, ამისათვის უნდა გვეწვიო საიტზე studiolingo.g, ან მოგწერო ნებისმიერ სოციალზე და ჩვენი ადმინისტრატორი აუცილებლად გიპასუხებთ. ლოტერი ამბობს ძალიან მაგარ ფრაზას, რომელიც right here. You've got the greatest meth cook in America. No, the two greatest meth cooks in America, right here. Right ნიშნავს სწორს, ზუსტ. Right here აი სწორედ აქ, ზუსტად აქ. You'll earn more from that 35% than you ever would on your own. და მივაქციოთ ყურადღება ძალიან კარგ ფრაზას on your own. Das ნიშნავს შენ თვითონ, შენი ძალებით, შენით დამოუკიდებლად. On your own. You can do it on your own. შენ შეგიძლია ეს გააკეთო შენით. You can do it on your own right here. შენ შეგიძლია ეს გააკეთო შენით, აი ზუსტად ახლა. ეს right არის ძალიან კარგი სიტყვა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრ სხვა კონტექსტში right there, აი ზუსტად იქ, right here, ზუსტად აქ. Right now, აი სწორედ ახლა. Just wondering why we're so lucky. აი აქ დეკლანი ასე ამბობს ძალიან კარგ ფრაზას, just wondering why we're so lucky. ანუ უბრალოდ მაინტერესებს რატომ ვართ ასეთი იღბლიანებიო. ეს საუბარში დიალოგში ძალიან კარგი და ბუნებრივი ფრაზა არის, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურობაში შეგვიძლია გამოვიყენოთ just wondering what you're doing. უბრალოდ მაინტერესებს რა შვები, ხო? Just wondering what it is. უბრალოდ მაინტერესებს რა არის ეს. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფრაზა ყოველდღიურად just wondering. ვიღაცა რაღაცას კითხავთ, რა გაინტერესებს? Just wondering, არა, უბრალოდ ვიკითხე, უბრალოდ მაინტერესებს. Why cut us in? დეკლანი ამბობს კარგ ფრაზას why cut us in. აქ არის ფრაზალური ზნა to cut someone in. Cut ნიშნავს გაჭრას, ჩაჭრას, ეს ვიცით, მაგრამ cut someone in ნიშნავს ვიღაცის სადღაც რაღაცა საქმეში, გარიგებაში, თანხმობაში ჩართვა, შერევა, შემოყვანა და ასე შემდეგ. Why cut us in? ანუ რატომ შემოყავართო ამ საქმეში, ხო? Why cut us in? რატომ შემოყავართ ამ საქმეში? ასევე წინადადება შეგვიძლია თქვა I want to cut you in. მე მინდა შენი ჩართვა, მე მინდა რაღაც საქმეში შემოგიყვანო. შეიძლება გამოგადგეთ ძალიან ხშირად აი ეს ფრაზა. Mike is retiring from our crew, so his share of the partnership is available. აქ არის ძალიან კარგი სიტყვა retire. Retire ნიშნავს სამსახურიდან წასვლას
უმეტესად, როდესაც რაღაცა ასაკი მოგვიწევს, ან რაღაც პენსიაზე გავდივართ და უკვე ვეღარ ვაგრძელებთ ამ სამსახურის გაგრძელებას, ხო? Retire. He retired at the age of 60, ხო? ის სამსახურიდან წავიდა 60 წლის ასაკში შეგვიძლია ვთქვა. Retire. ამისი გარსებუთებული გამოვა retirement და მოქმედება გამოვა retire. He retired. ანუ ის წავიდა სამსახურიდან, იმიტომ რომ მას ასაკი უწევდა. If you can handle his end. Distribution. აქ ვოლტერი დეკლანს ეუბნება ძალიან კარგ ფრაზას. If you could handle his end. Distribution. თუ კი შენ შეგიძლია მის საქმეს შეეჭიდო, მისი საქმე მოაგვარო, მისი ფუნქცია შეასრულო. Handle ასევე ნიშნავს hand, ხომ არის ხელი? Handle არის საკიდი, მაგრამ როგორც მოქმედება handle არის თავის გართმევა. რაღაცას ხელი მოჰკიდო და რაღაცა საქმე შეასრულო. His end გამოვა მისი ფუნქციები, მისი მხარე, მისი კომპეტენცია. Handle his end. ანუ შეასრულო მისი ფუნქციები. შეითავსო მისი ფუნქციები. Ready to ship. Ready to go. და ბოლოს ვოლტერი ამონაკვეთში ამბობს ready to ship, ready to go. ნუ ამბობს რა თქმა უნდა პროდუქციაზე, წამალზე არის საუბარი, ready to ship. Ship არის გემი, to ship ნიშნავს ამ შემთხვევაში პროდუქციის გაგზავნას. იგულისხმება უმეტესად გემით, ხო? მაგალითად გაშვება. Ready to ship. ან shipments ასევე ჩვენ ვეძახით, შეიძლება გემით აუცილებლად არ იყოს, მაგრამ პროდუქციის გაშვება, გასაყიდად გატანა იგულისხმებოდეს ready to ship, ready to go. ანუ გასაყიდად, გასატანად მზად არის. მოდი ახლა გავიხსენოთ ინტერაქციულად რამდენიმე ფრაზა მონაკვეთიდან როგორ იტყვი სიტყვას ვიღაცის სადღაც საქმეში ჩართვა, შემოყვანა. კარგად დაფიქრდ. სწორი პასუხია cut in, ზუსტად. Cut you in, შემოგიყვანო ამ საქმეში. You wouldn't want to cut it on my deal, would you? ახლა გავიხსენოთ სიტყვა, რომელიც აღნიშნავს საქმიდან წასვლას უფრო ასაკობრივად. სწორი პასუხია retire. He retired. ის წავიდა სამსახურიდან ასაკისგან. I am retiring. და გავიხსენოთ სიტყვა, რომელიც ნიშნავს მოგვარებას. სწორი პასუხია handle. და მე თუ მინდა ვთქვა გარიგების მოგვარება, handle the deal. I can handle anything. ფრაზა, რომელსაც დეკლანი უოლტერს ეკითხება, არის ესეთი. Who the hell are you? Who the hell are you? ნუ, ჩვენ ვიცით ფრაზა who are you, რაც ნიშნავს ვინ ხარ, მაგრამ who the hell are you გამოვა ჟარგონულად. Hell ნიშნავს სიტყვა ჯანდაბას. რაღაცა აი შეგინების მიზნით, როდესაც ვიტყვით სლენგურად. Who the hell are you? ვინღა ჯანდაბა ხარ, ხო? ვინღა ხარ? ძირითადად ეს უფრო შევრაწყყოფილია და სლენგური ჟარგონული არის. Who the hell are you? ვინ ჯანდაბა ხარ? ეს სიტუაციურად ძალიან უხდება ეს ფრაზა ამ ვითარებას. და შემდეგ დეკლანი უოლტერს პასუხობს. I don't have a damn clue who the hell you are. Yeah, you do. I'm the cook. I don't have a damn clue who you are. წარმოდიენაც კი არ მაქვს, აზრზე არ ვარ ვინ შეიძლება იყო. Damn ასევე hell is მსგავსი სიტყვა არის ჟარგონული, რომელიც ნიშნავს ჯანდაბას. შეგინების თვალსაზრისით და გაბრაზების დროს გამოიყენება. I don't have a damn clue. I don't have a clue ნიშნავს აზრზე არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ I don't have a damn clue გამოვა უფრო გაძლიერებულად, უფრო უხეშად, შეურაცხყოფილად იმის გამოხატვა, რომ აი მართლა წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ. I'm the man who killed Gus Fring. Bullshit. Cartel got Fring. აქ სულ სლენგური ფრაზები გვაქვს, დეკლანი ამბობს ეს ფრაზას. Bullshit. Shit ძალიან ცუდ რაღაცას ნიშნავს. Bull ნიშნავს ნუ ხარს, ხო? The bullshit გამოვა ესეთი ფრაზა, რომელიც არის აი ქართულად ვიტყვით რაღაცა ყლ***ს ამბობ. Bullshit, სისულელე, უაზრობა, იდიოტობა რა, სი***ა და ასე შემდეგ. Bullshit. Heisenberg. You're goddamn right. და ბოლო ფრაზა iconic, რომელსაც ვოლტერი ამბობს you're goddamn right. No, you're right, ვიცით ნიშნავს შენ მართალი ხარ, მაგრამ goddamn ნიშნავს უფრო გაძლიერებულად გადარიღმერთი damn უკვე ვიცით რაც არის გაძლიერების მიზნით და შეურაცხყოფის მიზნით აი ჯანდაბას, მაგრამ you're goddamn right გამოვა აი მართალი ხარ, ეს დედააფეთქებული. ქართულად დაახლოებით ესე გამოვა იმისათვის რომ გავამძაფროთ ეს ჟარგონულად, შეურაცხყოფილად, სლენგურად ეს ფრაზა. You're right არის ჩვეულებრივად და you're goddamn right მართალი ხარ, ეს დედააფეთქებული. ან შეგვიძლია ვთქვათ მართალი ხარ ჩემი კაი, ან რაღაცა მსგავსი, იმიტომ რომ ბევრი ვარიანტია ასევე ქართულში. პირდაპირ ეს არ ითარგმნება. You're goddamn right.
ეხლა მოდი გავიხსენოთ მონაკვეთი და ვთქვათ ფრაზა, რომელიც ქართულად თარგმნეთ. კარგად დაფიქრდი. სწორი პასუხია bullshit. Bullshit, man! და ახლა გავიხსენოთ ფრაზა აზრზე არ ვარ, წარამოდგენაც არ მაქვს. სწორია don't have a damn clue. შეგვიძლია ვთქვათ don't have a clue, ანუ აზრზე არ ვარ, მაგრამ don't have a damn clue უფრო ჟარგონულად და გაძლიერებულად ითქმის. Answer is I don't have the first damn clue. მოკლედ ვისწავლეთ ძალიან მაგარი სიტყვები და ფრაზები, როგორც სლენგური და ცოტა უწმაწური, ასევე ნორმალურიც, რომელსაც ძალიან კარგად გამოიყენებთ და იმედია ამ ვიდეოს მე არ დაგავიწყებთ და თუ დაგავიწყათ რა პრობლემა არანაირი შეგიძლიათ გადაახუროთ და ხელახლა უყუროთ ამ ვიდეოს თქვენ განკარგულებაშია და თქვენია რა თქმა უნდა და დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარებში კიდევ რომელი სერიალებით და ფილმებით გინდათ რომ ინგლისური გასწავლოთ ესეთი მაგარი, უმარტივესი და ძალიან მხიარული მეთოდით. ასე რომ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.